ბაშკაც უნდა ვკი. ყური როგორ დავიცოთ? აბა როგორ? როგორ და უნდა ჩავწიო სიმღერა. მართალია. კაი, სიმღერებს ჩაუწიეთ, მაგრამ საშიშროება გვეუბნებიან, რომ კიდე არსებობს. როგორ დავიცოთ? როგორ? შემდეგი კარი ფიქრები. ფიქრები? ეგ საინტერესო კარია, მოიცა არ დაივიწყო. მაგრამ ჯერ ყური გვაქვს დასაცავი. აბა კაცი ტაძეს უნდა ვკითხო. აბა ყურიდან და ცუდი რაღაცები არ მოусმინო და რაც ცუდია ანუ ჩვენ მოდი ერთმანეთს დავაცადოთ და მოусმინოთ. ანუ რაც ცუდს გვეუბნებიან, არ უნდა მოусმინოთ, ყვედება უნდა მოусმინოთ. რასაც ცუდს გეუბნებიან, არ უნდა მიაქციო ყურადღება, ხო მართალი? ეგრე დაიცავ ყურს, რა ბარბარე, აბა რაღაც ბარბარის თქმა უნდა. ანუ ყურის დაცვა იქნება ასეთი, რომ ცუდ რაღაცას რო გაიგებ, ანუ არ მიიღო რა, ან გულთან არ მიიკარო, მაგრამ თუ გაიგებ, არც უნდა გავცელო და ანუ არ უნდა აი მაგალითად ვიღაც გელაპარაკება, მაგალითად ანასტასია გელაპარაკება, ეს კი ცუდს არაფერს არ გეტყვის, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, ხა ვიღაცაზე ხო უნდა მეთქვა, აბა. დაუშვათ მაცადედამი. დაუშვათ ანასტასია შენ გელაპარაკება, აი ვიზე გელაპარაკება. აი ელენეზე გელაპარაკება, რომ ელენეო ასე და ასე ცუდად მოიქცაო და ესეთი ბავშვია, ისეთი ბავშვია. შენ ყური როგორ უნდა დაიცვა ამ დროს? არა, ბარბარეს ვეკითხე. უნდა ეცადო რომ გააკებინო რომ ესე არ შეიძლება და ანუ სწორ გზაზე დააყენო. ხო, ანუ უნდა უთხრა რომ მოდი ჩვენ ახლა არა გვაქვს უფლება რომ ელენეზე ვისაუბროთ. არა გვაქვს მაგისი უფლება, იმიტომ რომ ეგ სიყვარული არ იქნება. ეგ მეგობრობაც არ იქნება. აი რატო ვლაპარაკობ სხვაზე? თუ გამოსწორება გვინდა ელენეს სიტყვაზე, არა? დავუშვათ რამეს აშავებს. მოდი ვილოცოთ ელენესთვის, მოდი მივიდეთ და თვითონ ელენეს უთხრათ. რომ აი ასე და ასე ამბობენ შენზე და მართლა ესე ხო არ არის, მოდი იქნებ რამით მოგეხმაროთ, ხო მართალი? მაგრამ ხშირად ხდება, რომ ესე იგი ორი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება მესამეზე. ხო და ეგ ნიშნავს, რომ ის თავის ყურს არ უფრთხილდება, არ იცავს. და ესე იგი ელენეს ადგილზე რომ დაგეყენებინათ თავის შენს და ანასტასიას. ხო იტყოდით, რომ ჩვენზე გვინდა რომ ეგრე ილაპარაკო? ხო და თუ არ გინდა რომ ეგრე ილაპარაკო, მაშინ არჩენ არ უნდა თქვა სხვაზე. არაფერი ის არ უნდა თქვა სხვაზე, რაც შენზე არ გინდა რომ თქვან. ხო მართალ? ეხლა დაუშვათ უშეცდომო ვინ არის? შეიძლება რაღაც შემეშალა, ხო? შეიძლება სხვასაც შეეშალა, კიდე სხვასაც. ჩვენ რო ყველა ერთმანეთზე ვილაპარაკოთ, არაფერი არც შეიძლება, არ გამოსწორდება და ჩვენ უფრო ცოდვას გავემრავლებთ. ისე რომ აი რაც არ გინდა რომ შენზე თქვან, ჯერ ხო არ უნდა თქვა ისე და მე არც უნდა მოისმინო. უნდა უთხრა, დაუშვათ არ ჩერდება ანასტასია, მაინც ამბობს და ამბობს. მაშინ უნდა თქვა, ბოდიში ანასტასია, მე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. უნდა გააჩერო. აი წმინდა ივანესინელი ასეთ რამეს ამბობს. კომშვიდობა. ესე იგი, თუ შენთან ერთად ზის ვიღაც და ლაპარაკობს, შენ უნდა თავი ჩაუღუნო იმის ნიშნად, რომ არ უსმენ. ამეთი შენს თავს გადაისჩენ. თუ ისიც კეთილგონიერია, ვინც გელაპარაკება. მიხვდება, რატო არ უსმენ. და შეიძლება ისიც გადაარჩინო და გაჩუნდეს. მაგრამ ზოგჯერ ესეთი რამეც ხდება ხოლმე, აი მე შევხვედრივა, რომ ვიღაც ხო განიკითხავს ხებს ლაპარაკობს და შენ თითქოს აი გავალდებულებს, რომ შენ რატო არ ამბობ იმაზე არაფერს ცუდს. მარტო მე რო ვამბობ, შენც თქვი რაღაც. ეგ საცდურია, მაგას არ უნდა.